კარგია. განვაგრძოთ, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მზის განდაცვაზე ზაფხულის სეზონზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მზის განდაცვა ცივ ამინდშიც, მაშინაც კი თუ ვერ ვამჩნევთ ხილულ ეფექტებს, როგორც არის გარუჯული კანი ან დამწრობა. რა თქმა უნდა, გსმენიათ, რომ მოღრუბლული დღეები ყველაზე საშიშია, ასევე ზამთარში აუცილებელია მზისგან დაცვა. ჩვენი სტუმარია, უფრო მეც გესაუბრებით სტუმართან ერთად, დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა. გამარჯობა. გამარჯობა. ქალბატონო ვერიკო, გვითხარით, რამდენად მნიშვნელოვანია მზისგან დაცვა ჩვენი კანისთვის ამ პერიოდში, შემოდგომაზე, ზამთარში, გაზაფხულზე? მზის სხივები, რამოდენიმე ტიპის სხივი არის, რომელიც ჩვენ ზედაპირამდე აღწევს, ეს არის ძირითადად UVA, UVB სხივი. ზამთრის პერიოდში UV, როგორც UVA, ისევე UVB სხივები, ისევ ჩვენთან არიან, ისინი არსად არ მიდიან, მიუხედავად იმისა, შეიძლება იყოს ამინდი მოღრუბლული, თუმცა მათი 80% მაინც აღწევს ჩვენს ზედაპირამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ იმის ძალა, აქვთ იმის უნარი, რომ შეაღწიონ ჩვენს კანში, განსაკუთრებით UVA სხივებს, რომელთაც აქვთ უფრო გრძელი ტალღა და გამოიწვიონ ისეთი პრობლემები, როგორც არის კანის დაბერება, პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, UVB სხივები, რომლებიც უფრო მეტნი არიან ზაფხულში და იწვევს კანის დამწრობას. ზამთრის პერიოდში მათი რაოდენობა ნაკლებია, თუმცა მათ აქვთ იმის უნარი, რომ მაინც გამოიწვიონ ჩვენი უჯრედის დაზიანება და შემდეგ უკვე შესაბამისი პრობლემები. მოსახლეობას გონია, რომ მზისგან დამცავი კრემი უნდა გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ ზღვაზე, სანაპიროზე და არა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. სხივები იწვევენ სხვადასხვა პრობლემებს. პირველი პრობლემა, რაც შეიძლება გამოიწვიოს სხივმა, ეს არის კანის ნაადრევი დაბერება. შემდეგი პრობლემა არის პიგმენტაციების წარმოქმნა. შესაძლოა გამოიწვიოს კანის სიმსივნური პროცესების გააქტიურება და კანის დამწრობა, რაც ძირითადად ხდება ზაფხულის პერიოდში. კი ბატონო, ანუ როგორც ახლა სწორად გავიგე, ზამთარშიც სახლიდან გასვლის წინ უნდა წავისვათ. სახლიდან გასვლის წინ 15 წუთით ადრე აუცილებლად უნდა დავიტანოთ მზისგან დამცავი კრემი, რომელსაც აქვს დამცავი ფართო სპექტრი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დაგვიცვას როგორც UVA სხივისგან, UVB სხივისგან, ასევე ინფრაწითელი და ხილული სხივებისგან. ვერიკო, ერთ შეკითხვას დაგისვამ, რამდენად გავრცელებულია ეს, უბრალოდ ძალიან გავრცელებულია, რომ მზის სხივების დიდი დოზით ზემოქმედება კანზე, ეს არის სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი, კანის სიმსივნის მელანონის, ხო? რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და თუ უზრუნველყოფს მზისგან დამცავი კრემის წასმა აი ამ რისკ ფაქტორის შემცირებას. მზის სხივები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი და შემდეგ უკვე არსებობს სხვა რისკ ფაქტორები, ეს არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა, ხალების რაოდენობა და პიგმენტური ლაქების რაოდენობა, მაგრამ მზის სხივი არის ყველაზე მთავარი და თუ დავუკვირდებით მედიცინაში ცნობილია, რომ ყველაზე მეტი კანის სიმსივნის სიხშირე არის ავსტრალიაში და ეკვადორთან მდებარე ქვეყნებში. სადაც უფრო მეტია მზის აქტივობა და სადაც უფრო მეტი თეთრკანიანი ადამიანი ცხოვრობს, რადგან ჩვენი კანი შეიცავს ნაკლებ მელანოციტებს, ანუ მელანინის წარმოქმნელ უჯრედებს, რომელიც არის დამცველობითი, ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ ხელოვნურად დავიცვათ ჩვენი კანი მზისგან დამცავი საშუალებებით. დერმეტიკის პროდუქტია ჩვენ სტუდიაში წარმოდგენილი. მოდი უფრო მეტი მოგვიყევით ამ ბრენდის შესახებ და ცალ-ცალკე ასევე პროდუქტის შესახებ. ბრენდის შესახებ შეგახსენებთ, რომ იყენებს სრულიად ნატურალურ ორგანულ პროდუქტებს. დამზადებული არის თერმულ წყალზე, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ აღიზიანებს კანს და კონკრეტულად დერმეტიკის მზისგან დამცავი საშუალება შეიცავს ისეთ დამცავ ფილტრებს, ქიმიურ ფილტრებს, რომელიც არის ორგანული და იცავს ყველა ტიპის მზის სხივისაგან. როგორც UVA, UVB, ხილული სხივი და ინფრაწითელი, რადგანაც ეს დამატებით ორი სხივი არის ასევე დამაზიანებელი ჩვენი კანისთვის, რადგანაც ის იწვევს უჯრედების შეჭმუხნას, შემდეგ კოლაგენის და ელასტინის შემცირებას, ნაოჭების წარმოქმნას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას და შემდეგ ასევე რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოყენება? ნული ასაკიდან. მათ აქვთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მზისგან დამცავი საშუალებები, რომელიც შეიძლება პედიატრიული ასაკიდან გამოვიყენოთ, კანის დაცვა განსაკუთრებით პედიატრიულ ასაკში არის მნიშვნელოვანი. ბავშვსაც უნდა წაუშვათ, ეზოში გაყავს ასე, იმოთ სასურველია რომ წაუშვათ, თორედ ხილულ
აუცილებლად მათი კანი კიდევ უფრო ნაკლებად არის დაცული, ვიდრე ჩვენი კანი, რადგანაც კანის ფორმირება გრძელდება 0 ასაკიდან იწყება და მთავრდება გარდატეხის ასაკის პერიოდში. ამიტომ მათ განსაკუთრებით სჭირდებათ მზისგან დაცვა. აი, რაიმე სხვა პროდუქტი ხომ არ უნდა წავისვათ ჯერ და შემდეგ წავისვათ ეს დამცავი მზისგან თუ პირდაპირ შეგვიძლია? არის სხვადასხვა ტიპის მზისგან დამცავი საშუალებები. არის ლოსიონი, არის გელის ტექსტურის, არის ამ შემთხვევაში ეს არის კრემი, რომელიც არის ისეთი ტექსტურა, რომელსაც არ სჭირდება ქვეშ დამატენიანებელი საშუალება. ანუ ატენიანებს კიდეც დერმატიკის ეს პროდუქტი. ჩვენი მაყურებლის ის ნაწილი, რომელსაც თმა არ აქვს ჩემსავით თავზე, მათთან სოლიდარობის ნიშნად თავზე აუცილებლად. მე მაგალითად ადაპარსული მაქვს. თავის თმიან ნაწილზე თუ შეიძლება რომ წავისვათ. ერთ-ერთი პრობლემა არის აქტინიური კერატოზი არის ერთ-ერთი პრეკანცერული დაავადება, ანუ კანის კიბოს წინარე მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ხდება მელოთ ადამიანებში, იმიტომ რომ ნაკლებად იცავენ თავს, სკალპს. თქვენ უნდა გამოიყენოთ ზაფხულში დამატებით ქუდი, მაგრამ აუცილებლად მზისგან დამცავი საშუალება ყველა იმ ხილულობანზე, რომელიც ჩანს მზეზე და გარემოში. რა გაეწყობა ხო? სხვადასხვა ტიპის კანი არსებობს, ხო? შავგრემანი, უფრო მეტად თეთრი, მაგალითად სანდრო თეთრი და ქუშქუშა. ერთი ტიპის კანი არსებობს. პირველი სამი არის ღია ფერის კანი, პირველი არის ძალიან ღია ფერის კანი, რომელიც ყოველთვის იწვება მზეზე. მეორე ტიპი არის შედარებით უფრო ღია, მაგრამ მუქი თმის მქონე ადამიანები, ხოლო მესამე ტიპი არის ღია ფერის კანი, მუქი თვალები და მუქი თმა. მეოთხე, მეხუთე, მეექვსეები დაცულები არიან შედარებით ჩვენზე უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ მათ მეტი აქვთ მელანოციტები, მაგრამ პირველმა სამმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს მზისგან დამცავი ზამთარშიც და ზაფხულშიც. მე როგორც ცეცხლა და ქუშქუშა. SPF-ი რამდენს უნდა შეიცავდეს? ამაზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. გამიგია, რომ ერთნაირად იცავს პლუს 20 თუ როგორ არის SPF 20 და 50-იც. უბრალოდ ხანგრძლივობა განსხვავებული, ანუ 50 ხანგრძლივად იცავს და 20 თქვა ეგ არის არასწორი. როგორც 20, ასევე 50, ეს არის ხანგრძლივობა ყველას აქვს 2 საათი, მაგრამ მათემატიკური გამოთვლა არის ისეთი, რომ 50 ჯერ უფრო მეტ სხივს გვარიდებს, ვიდრე 20-იანი. ანუ 20-იანი 30 ჯერ უფრო ნაკლებ სხივს ვღებულობთ იმ გარემოში, სადაც ვართ იმ შემთხვევაში. სიძლიერე განსხვავდება რეალურად და არა ხანგრძლივობა. დიახ, და არა ხანგრძლივობა. სასურველია მაინც 50-იანი გამოიყენა. FDA-მ დაამტკიცა, რომ იდეალური არის 30-დან 50-მდე. რა საჭირო აბა ის, ვისაც გარუჯვა უნდა, ხო? ალბათ. საჭიროა გარუჯვით ვირუჯებით ნაკლებად, შედარებით ნაკლებად ვირუჯებით, მაგრამ არ ვიწვევით. არავითარ შემთხვევაში არ ვიწვევით 50-იანი. რაც ღია კანი გაქვს, უფრო ძლიერი გჭირდება საუბრობთ. რაც უფრო ღია კანი გვაქვს, უფრო ძლიერი გჭირდება და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველ 2 საათში უნდა განვაახლოთ. ბანაობის შემდეგაც უნდა განვაახლოთ თუ ვიმყოფებით ზღვაზე. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.